ჩემი კოლეგა ცოტნე. ჩვენ დიდი სიამოვნებით ნებისმიერ დროს ვიქნებით კონტაქტზე, მოგაწვდიან ჩვენ საკონტაქტოებს, ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთან გარდა რუსულენოვანებისა, როგორც მივხვდით თქვენთან ერთად. ანუ ჩვენ რუსულენოვანებთან შეგვიძლია მუშაობა, თუმცა თქვენ შემთხვევაში როგორც ხვდები, იქნება ეგ ამბავი, ხო? იმიტომ რომ რუსულენოვანებთან ცალკე არიან კიდევ. კომპანია თვითონ როგორც იცით არის ახლდაარსებული, თუმცა ის იმას არნიშნავს, რომ ამ კომპანიაში მომუშავე ადამიანებს არ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. სავარაუდოდ გამოგზავნილი გვაქვს, სავარაუდოდ გექნებათ უკვე ნანახი კომპანიის მფლობელები. 50% წილის არის გოჩა აფაქიძის და მეორე 50 წელი რომა აფაქიძის. ისინი არიან ძმები, რომა გახდათ და გოჩა ადრე მუშაობდნენ Next-ში, ერთ-ერთი იყო არქიტექტორი, მეორე იყო მთავარი ფინანსისტი. და შესაბამისად ბოლოს გადაწყვიტეს, რომ თვითონვე დაიწყოთ ეს ბიზნესი. ეს კონკრეტული პროექტი ახლა დღეს ჩვენ რომელ პროექტს ვისაუბრებთ, რაც გქონდა ჩვენ გადმოგზავნილი. არის ძალიან საინტერესო ეს მომხიბვლელი ფასი დასაწყისისთვის, იმიტომ არის, რომ ეს მიწა იყო მფლობელების თავიდანვე, მათ მფლობელობაში იყო, შესაბამისად არ დასჭირდათ შესყიდვების განხორციელება მიწასთან დაკავშირებით და თავიდანვე იყო მათ მფლობელობაში, შესაბამისად საკმაოდ მარტივად წავიდა საქმე ამ მხრივ და ეს ფასები, რა ფასებიც გვაქვს შემოთავაზებული, გამომდინარეობს სწორედ აქედან. მშენებლობა, როგორც იცით, უკვე მოსუფთავება ტერიტორიის უკვე დაწყებული არის და მიმდინარეობს და მთავარი ამბავი, რით განსხვავდება ალბათ პირველ რიგში, ეგ გაინტერესებთ. განსხვავებული პროექტი არის იმით, რომ ბათუმში ხშირად ამბობენ და ხშირად იყიდება და ხშირად იწყება ამის პროექტების გაყიდვა, რომელსაც ამბობენ, რომ არის როგორც საინვესტიციო, ასევე საცხოვრებელი. და ძირითადად ვაწყდებით იმას, რომ აი კონტრაქტში არის ისეთი პუნქტები, რომ მაგალითად არ შეუძლია, რომ თვითონ ადამიანმა თავის სურვილის მიხედვით გააქირაოს, აუცილებლად უნდა გადასცეს მენეჯმენტს მომსახურებაში, უნდა გააქირაოს კომპანია მომსახურებაში, გადაყიდვაზე არის ხოლმე შეზღუდვები. Այս შემდეგ და այս შემდეგ არის ძირითადად პატარა აპარტამენტები 40-45 კვადრატული, 35 კვადრატულიც. ჩვენ შემთხვევაში პროექტი თუ კი ნახეთ სართულის განლაგება, აქ ნახავთ, რომ A ბლოკში არის მხოლოდ ერთი პატარა, ესე ვთქვათ, ერთ ოთახიანი აპარტამენტი და B ბლოკში არის ორი, თუ სწორად მახსოვს, ცოტნე დამემოწმება. დანარჩენი არის 1+1 და 1+2, ძირითადად ესეთი ბინები არის. სამ ბლოკი არის, როგორც ნახეთ, A, B და C ბლოკი. C ბლოკს ჯერ არ ვყიდით საერთოდ. A და B ბლოკის გაყიდვა უკვე დაწყებულია. თუმცა მაქვს ერთი ინფორმაცია, არ ვიცი რომელმაც მოაღწია თუ არა ჯერ თქვენამდე. აქამდე მინიმალური ფასი იყო $900 კვადრატულმეტრზე, ხოლო აი სულ რაღაც 2 დღეში, ანუ პირველი რიცხვიდან ფასი იქნება ყოველ სართულზე ფასი მოიმატებს $50 და მინიმალური ფასი დაიწყება კვადრატულმეტრზე $950-დან. იმიტომ რომ ფაქტობრივად ახლა უკვე ჩვენც დავიწყებთ რეკლამის გაშვებას, დღეს ჩაიშვება, დღეს ხვალ ჩაიშვება. აქამდე თუ კი იყო დახურული გაყიდვები, ახლა უკვე გადავალთ ცოტა უფრო მასშტაბურ გაყიდვებზე. გარდა ამისა, რით შეიძლება რომ ყველაზე საინტერესოდ მოვიზიდოთ თქვენი კლიენტები და რით შეიძლება რომ დავაინტერესოთ ადამიანები. მე-13 თვესთან დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია, 1 წლის შემდეგ, მე-13 თვეში კომპანიას თუ კი მფლობელს ექნება სურვილი, კომპანია შეუძლია რომ გამოისყიდოს გაყიდული ბინა +10%-ით. ანუ ეს არის ფანტასტიკური შემოთავაზება, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი შემოთავაზება ბანკშიც კი არ არის, ფაქტობრივად შეუძლიათ ჩათვალო, რომ აქვთ 1 წლიანი ანაბარი, 10%-ით. მსგავსი შემოთავაზება ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთ ბანკში არ არის დოლარის ეკვივალენტზე, არის რა თქმა უნდა საუბარი. არც ერთ ბანკში არ არის ესეთი შემოთავაზება და მაგალითად ვის შეიძლება რომ ჩაუვარდა რაღაც თანხა, არის ის ჯერ სად დააბანდოს, რა ქნეს, როგორ მოიქცეს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აბსოლუტურად დეტალურად არის კონტრაქტში გაწერილი და ნებისმიერ დროს მე-13 თვეში შესყიდვიდან მე-13 თვეში შეუძლია რომ დაიბრუნოს ეს თანხა +10%. გარდა ამისა, გადაყიდვასთან დაკავშირებით არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა.
ნებისმიერ დროს შეუძლია რომ გადაყიდოს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჯერჯერობით აი სანამ ეს გაყიდვები უფრო აქტიურად ჩაეშვება, ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ფლობელს შეიძლება რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში გადაყიდოს შესყიდული ბინა. ასევე პროექტის უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ იქნება გაზიფიცირებული, სხვა მშენებარე კორპუსებისგან განსხვავებით, ძირითადად ბაჯიმში რა პრობლემაც არის ხოლმე, იქნება გაზიფიცირებული. დასრულების ვადები არის 2029 წელი, 2029 წლის ბოლო და შიდა უპროცენტო განმეორება გვაქვს 55 თვიანი. საკმაოდ ისეთი საინტერესო, კარგი ისეთი პირობები. კომერციული ფართიც გვაქვს ძალიან დიდი, რომელიც იქნება ათვისებული. პროექტში ალბათ ნახავთ თქვენს რენდერებში. დაახლოებით 8000 კვადრატული არის კომერციული ფართები, იქნება ღია აუზი, დახურული აუზი. თავარი ამბავი ჩვენს შემთხვევაში რაც არის, ჩვენ რაღაც არ ვპირდებით ვერტფრენის დასაფრენ მოედანს და რაღაც საოცრებებს ჩვენ პირდაპირ იმას რეალურად რასაც გავაკეთებთ. ეს არის რაღაც სუპერ ლაქშერი პროექტი, ეს არის საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი, ოღონ რეალურად საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი. რაც შეეხება რემონტებს, RB ჯგუფი თუ გქონიათ მაგთან შეხება, ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ რეალურად ჩვენი მშენებლები და არა რაღაცა რემონტის გამკეთებლები, ესე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს კონტრაქტი მათთან, ნებისმიერ მსურველს შეიძლება რომ გააკეთოს, ესე ვთქვათ, სრული რემონტი ამ კომპანიასთან. შეუძლია რომ თავისთან შეზღუდული არც ამაში არ იქნება, რა თქმა უნდა. მაგრამ ხშირად ხდება, რომ დისტანციურად როდესაც ახდენენ შესყიდვას, ამ შემთხვევაში ურჩევნიათ, რომ რემონტის პასუხისმგებლობას ვიღაცამ აიღოს. საიტიც გვაქვს გამოგზავნილი, სადაც შეგიძლიათ რომ ნახოთ მათი ნამუშევრები და ასევე ფიზიკურადაც მერიდიანში არის შოურუმები, რომლებიც აქვს სამაჩვენებლად, ესე ვთქვათ, გაკეთებული და ფიზიკურადაც შეგიძლიათ თქვენს და ასევე თქვენს კლიენტებსაც რომ აჩვენოთ როგორი ტიპის და რა ხარისხის რემონტები არის, ისინი სხვადასხვა კატეგორიებს თავაზობენ და სხვადასხვა კლასებს თავაზობენ. სართულების რაოდენობაც სავარაუდოდ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 26 და 28 სართულიანები იქნება. ქვედა სართულები ხელი მიგიწვდებათ, როგორც ვიცით თქვენ და უკვე ნახულობთ, რომ ქვედა სართულები, უკვე დაბალი სართულები საკმაოდ სწრაფად გაიყიდა და ცოტ-ცოტ არის დარჩენილი. განლაგებების მიხედვით შეგიძლიათ რომ შეარჩიოთ ნებისმიერი ტიპისთვის, აი დიდი ოჯახისთვის, ერთი ადამიანისთვის, პატარა ოჯახისთვის, მით უმეტეს რომ გაერთიანების საშუალებას მარტივად იძლევა ეს პროექტი, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლია ამ პროექტს ნებისმიერი სურვილის თან ძალიან მარტივად. საპარკინგი ადგილიც, რა თქმა უნდა, არის გათვალისწინებული 200 მანქანაზე არის და ესევე ახლა მიმდინარეობს მუშაობა საპარკინგის სივრცეში, ასევე რომ იყოს პატარა სასაწყობეები, მაგალითად სათხილამურო ეკიპირების შენახვა რო შეძლონ, ან ბავშვების ეტლები, ან არ ვიცი ვიღაც მოპედი არ პატარა, სკროლები რო არის სკროლი, ან მსგავს რაღაცა, აი ამაზე მიმდინარეობს. ახლა ვცდილობთ, რომ აი ეგეც მოვახერხოთ, რომ ეგეც იყოს, რომ უფრო კომფორტული იყოს, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის აქ ცხოვრება. ასევე სანამ მშენებლობა დასრულდება, გარდა იმისა, რომ მისასვლელი გზებიც არის ტერიტორიაზე, კიდევ ორი გზა გაიჭრება. ტექნიკურად, რეალურად ეს მნიშვნელოვანი მახასიათებლები არის, აი თორნიკე ცოტნე დაგვეხმარება უკაცრავად კიდე რაღაცების შესაბამისში. კი ბატონო, ესე იგი რამოდენიმე დეტალი რო დავამატო, ჩვენ გქონია ესეთი შემთხვევა. კი, ისმენთ. დიდი ბოდიში რა, ახლა მე სულ რაღაც 1 საათია ჯამბულს ვესაუბრე და პირველად ვარ თქვენ ჯგუფში. რაღაც 20 წუთია დამამატეს Telegram არხზე. უბრალოდ მე ვერ მოვასწარი ფიზიკურად რაღაც ინფორმაციას რა გაცნობთ. კი, გასაგებია, ისმენთ. აი, როგორ გითხრათ, ცუდად არ გამიგოთ რა, არ ვიცი რა პროექტზე საუბრობთ, არ ვიცი სად არის და ანუ ვერ მოვასწარი. ორი სიტყვით მითხარით, მე პარალელურად გადავხედავ და უკვე 5 წუთი მინდა უბრალოდ რომ ცოტა აზრზე მოვიდეთ ორეთ. რაც თქვენ ილაპარაკეთ, მაგის გამეორება არ არის საჭირო. ჩემთვის გასაგებია. კონკრეტულად რომ მითხრათ რა პროექტზე ვსაუბრობთ. ერთი სიტყვით მითხარით და თან პარალელურად გადავხედავ. ანა, ეკრანის გაზიარება შეგიძლია რომ ვაჩვენოთ? კარგი, მოიცა 1 წუთი.
და მიხაროეზა ერთი წუთი გავაზიარებ ხა ეკრანს და გაჩვენ. სანამ ცოტნე მოახერხებთ და ეკრანს გაგიზიარებთ, რომ გაგაცნოთ უშუალოდ რომ პროექტზე არის საუბარი. ანგის ტერიტორიაზე უწუხარ რომ ვერ მოახერხეთ მანამ გაცნობა, თუმცა არა უშავს, ახლა უფრო დეტალურად აგიხსნით მაშინ. ანგის ტერიტორიაზე თვითონ კომპანიის შესახებაც ინფორმაცია არანაირი არ გაქვთ, ეგეც ხო არ ჩავშალოთ კალბატონო მარი. კი ბატონო. კი ჩვენ ვართ კომპანია Artex-ის წარმომადგენლები. ახალი შექმნილი არის ეს კომპანია, როგორც გითხარით და როგორც უკვე მოგახსენეთ, ბატონი კოჩა და ბატონი რომა აფიქცეები არიან ამ კომპანიის 50% ფლობელები. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, პროექტი მდებარეობს ანგისის ტერიტორიაზე. არის 3 ბლოკი. 3 სხვადასხვა ბლოკი არის ერთმანეთის გვერდიგვერდ. აი ხა გაჩვენებთ ტერიტორიულად როგორ არის განლაგებული, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი ეზო პარკები, რომელიც იქნება შემოსაზღვრული ტერიტორია. ძალიან კომფორტული იქნება ოჯახებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, რენდომ ადამიანები ამ ტერიტორიაზე ვერ მოხვდებიან. სადაც აქ იქნება საბავშვო სივრცე, ასევე საბავშვო ბაღები, ბავშვებისთვის გასართობის სივრცეები. ასევე ძალიან კომფორტული იქნება ფეთლოვერებისთვის, იმიტომ რომ თავისუფლად შეძლებენ რომ ცხოველები გაუშვან, ისე იყვნენ ამ ცხოველებმა, ისე რომ ტერიტორია არ დატოვოს მოცემული ტერიტორია. და არც არავინ ესე ვთქვათ არ გააყოლებს ხელს მათ ცხოველს. ტექნიკურად ეხა ფიზიკურად გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ჩვენი პროექტი ეს რენდერების თქვენ გაქვთ უკვე მოწოდებული, რასაც ხელი მიგიწვდება და არა მხოლოდ გარედან როგორ არის შეფუთული, ესევე შეგიძლიათ კონკრეტული ბინების ნახვაც უკვე. ფასადი იქნება ალუკაბონდის, ლიფტები იქნება კონის, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება უმაღლესი ხარისხის, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ გვაქვს ჩვენ რაღაცა საოცრებებზე ლაპარაკი, რეალურად რაც იქნება იმას ვაჩვენებთ და იმას ვპირდებით ჩვენს მყიდველებს. როგორც გითხარით, ასევე იქნება ცენტრალური გათბობა, რაც ძალიან იშვიათია და რაც ასევე იქნება მითითებული კონტრაქტებში, ასევე კონტრაქტის დრაფტები გაქვთ ატვირთული სამივე ენაზე დეტალურად. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რომ არ არის მფლობელისგან რომ გადაეცეს მმართველობაში კომპანიას. კიდევ გისმენთ რაიმე კითხვა ხო არ გაქვთ? არა, მოკლედ წარმოდგენა მაქვს ბოდიშით. უბრალოდ დაახარვეზა და ეკრანი არ ზიარდება და მაგით არ გაჩვენეთ და რა ვიკითხები თუ აბსოლუტურად ყველა ტექნიკურ ინფორმაციაზე ხელი მიგიწვდებათ, იმიტომ რომ პირდაპირ მეილი გაქვთ გადმოგზავნილი, სადაც ნებისმიერ დეტალს შეძლებთ და ნახავთ. რეალურად ჩვენ თავარი ამ ეტაპზე თავარი მომგებიან პოზიციაში რატომაც ვართ არის ის, რომ ფაქტობრივად მომხმარებლის მხრიდან არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. ნებისმიერ შეუძლია იყიდოს და ეგრევე გაყიდოს, ვისაც საინვესტიციო სჭირდება და აი სწორედ მან ხდება ხოლმე ესეთ რაღაცა, რომ ხშირად ხდება, რომ პროექტზე გვეუბნებიან, რომ აი სრულიად საინვესტიციო პროექტი არის. თუ კი პირდებიან სრულიად საინვესტიციო პროექტი, შესაბამისად ჩვენ ხელფეხი როგორც მაგალითად მყიდველებს, მე როგორც მყიდველს, უნდა მქონდეს აბსოლუტურად გახსნილი, რომ მინდა თვიურად გავაქირავებ, მინდა დღიურად გავაქირავებ, მინდა ნებისმიერ დროს გავყიდი და ესე შემდეგ. ზუსტად ამ კომფორტს ვთავაზობთ ჩვენ ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით ჩვენს მომხმარებლებს. კი ბატონო, სრული თავისუფლება არის ასევე რემონტის მხრიდანაც თეთრი კარკასის კონდიციაში ბარდება როგორც უკვე ანამ თქვა და თუ ჩვენ შემთხვევა გქონია ისეთი რომ აი მაგალითად ყიდულს რაღაცების გადანაცვლება ჭირდება და მაგაში შეზღუდვა არანაირი არ გვაქვს, მთელი მასალა, ბლოკი, ცემენტი, რაც საჭირო იქნება, ადგილზე დაუტოვებთ და უკვე სურვილი სამებს შეეძლებათ თავიანთი გემოვნებით, ესე ვთქვათ, განლაგება დააპროექტ. მაგაში შეზღუდვა არ გვაქვს.
და რაც შეეხება მომსახურებას, მომსახურების გადასახადი კვადრატულ მეტრზე შეადგენს $1.30. ეს გამოდის კვადრატულზე თუ ყოველთვიურად გადაიხდით. აქ გვაქვს კიდევ ასევე ერთიანად თუ გადაიხდის მომხმარებელი 1 წლისას, მაშინ ფასი უფრო ნაკლები შეღავათიანი $1 იქნება. ინფრასტრუქტურაზე მოგიყვებით, იქნება როგორც გითხარით, საბავშვო ბაღი, საბავშვო სივრცეები, დახურული აუზი, ღია აუზი, ფიტნეს დარბაზი, სათამაშო ოთახები, სუპერმარკეტები, რა თქმა უნდა, აფთიაქები, კოუორკინგის სივრცეც იქნება ასევე, მინი კინოთეატრი იქნება, ტერიტორია იქნება აბსოლუტურად გამწვანებული, ოღონდ სივრცე არის დარჩენილი კლიენტი, თქვენ დეტალურად რა ნახავთ პროექტზე ნახაზზე მიხვდებით, სივრცე არის დარჩენილი, სადაც იქნება სრულიად გამწვანებული ტერიტორია და სადაც არ ჩაიქმნება კორპუსი, რაც ასევე იქნება კონტრაქტში შეტანილი მაგ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომ იქნება სარეკრეაციო ზონა და როგორც გითხარით, ასევე იქნება შინაური ცხოველებისთვის სასეირნო სივრცე. პარკინგზეც გითხარით, რომ 200 მანქანაზე არის გათვლილი, პარკინგიც ასევე იყიდება. კი ბატონო, ანა, რავი, კიდე ეხლა თქვენგან მოვუწევთ კითხვებს, უფრო ალბათ ტექნიკურ კითხვებს, რომ პირველადი შესატანი არის 10%, შიდა უპროცენტო როგორც გითხარით 55% და თქვენგან მოვუწევთ ეხლა კითხვებს. მე მაქვს ერთი შეკითხვა თუ შეიძლება. ისმენთ. მოგესალმებით ყველას, ივანე ქუთათელაძე ვარ მე. საბროკერო კომპანია გვაქვს, საკონსულტაციო კომპანია გვაქვს უძრავი ქონების კუთხით, ბროკერები ყავს სხვადასხვა ქვეყნებში. ყველაზე აქტუალური შეკითხვა უცხოელებისგან მოდის ხოლმე ესეთი, ანუ რამდენად დაცულია ჩვენი უფლებები ვადების კუთხით. მაინტერესებს თქვენს კომპანიას, ანუ ამ მიმართულებით რა საგარანტიო პირობები აქვს ხელშეკრულებაში, რომელიც იმ ვადებს მკაცრად განსაზღვრავს, რომელსაც თავიდანვე შეთანხმდება მყიდველი. კი ბატონო, როგორც გითხარით, დასრულების ვადად გვაქვს მითითებული 2029 წლის დეკემბერი. შესაბამისად, ჩვენ ისევ აქაც არ დავუკვირდით, რომ რაღაცა 2 წელიწად ნახევარში დავასრულებთ ამ უზარმაზარ პროექტს და ჩვენ ისევ ლოგიკური და რეალური ვადები მივუთითეთ. ამ ვადების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც თითოეულ მფლობელთან კომპანიას ეკისრება, რა თქმა უნდა, ვალდებულებები და ესეც დეტალურად არის ჩაშლილი და გათვლილი კონტრაქტებში. ყველა კონტრაქტში დრაფტები, რომელიც გვაქვს გადმოგზავნილი, რა თქმა უნდა, ვალდებულებას ღებულობს ამ შემთხვევაში კომპანია ყოველ დაგვიანებულ თვეზე. ისევე როგორც მაგალითად ერთადერთი შეზღუდვა, ცოტა ის შეზღუდვა თუ შეიძლება დავუძახოთ, ჩვენი მხრიდან მყიდველების და მფლობელების მხარეს არის ის, რომ დასრულების შემდეგ მაგრამ ასევე კომფორტული არის, იმიტომ რომ დასრულების შემდეგ მხოლოდ 9 თვე ეძლევათ იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოები დაასრულონ. ანუ ერთის მხრივ შეიძლება ეს დისკომფორტი იყოს, მაგრამ რეალურად კომფორტი არის, იმიტომ რომ მე როცა ვამთავრებ დაუშვათ 5 და 6 თვეში ამ სარემონტო სამუშაოებს და 9 თვეში უკვე გადავდივარ საერთოდაც საცხოვრებლად, აღარ მინდა რომ სარემონტო სამუშაოების ხმაურმა რაღაცა შემეწუხოს, ხო? აი ეს შეზღუდვა და თან კომფორტი თუ შეიძლება რომ დავარქვათ ეგ არის და ჩვენი მხრიდან დაგვიანების შემთხვევაში ასევე ფინანსურ ვალდებულებებს ვღებულობთ. ისევე როგორც რემონტის შემთხვევაში მოვუწევთ ამ ვალდებულებების აღება. რემონტთან დაკავშირებით გავაგრძელებ რა მაგ თემას, ანუ თვითონ მყიდველს შეუძლია თქვენსგანვე შეიძინოს ეგ მომსახურება? თუ თვითონ უნდა გააკეთოს? კი ბატონო, როგორც გითხარით, ჩვენი პარტნიორი კომპანია არის Airbig, ესეთი კომპანია არის. ასევე ლინკი გვაქვს მიმაგრებული, შეგიძლიათ რომ ნახოთ მათი ნამუშევრები, თუ როგორ რემონტებს აკეთებენ, სხვადასხვა პაკეტებს გთავაზობენ და Meridian-ში ასევე რამდენიმე ნომერი საჩვენებლად აქვთ უკვე გაკეთებული, რა ტიპის რემონტებზე მუშაობენ. ჩვენმა კომპანიამ, ჩვენმა მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ვართ რეალურად მშენებლები და ჩვენ არ ვაკეთებთ რემონტებს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ დაგაკავშიროთ ამ ეტაპზე ბაზარზე საუკეთესო კომპანიასთან ამ მიმართულებით. და ის კომპანია იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ მოაგვარდებს კონტრაქტორები. კი ბატონო, კი ჩვენი კონტრაქტორები არიან. კი ბატონო. მადლობა მე შეკითხვა ამ ეტაპზე. მადლობა. არავის აღარ გვაქვს კითხვა, იქნებ რაიმე გინდათ რომ უფრო დეტალურად ჩავშალოთ.
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დავამატებ, რომ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურიდან არის რაღაცები, რა სარგებლობაც იქნება ფასიანი, თუმცა სტანდარტული ფასის გადახდა არ მოუწევთ, რა თქმა უნდა, მფლობელებს და იქნებათ გარკვეული ფასდაკლებები. მაგალითად, იქნება როგორც ღია აუზი, ასევე დახურული აუზი არის. ღია აუზით აბსოლუტურად უფასოდ ისარგებლებენ, დახურულ აუზზე მოუწევთ გარკვეული თანხის გადახდა. ესეთი ნიუანსები, თუ რაიმე გაინტერესებთ უფრო მეტი კონკრეტულად, შეგვიძლია რომ გაგცეთ პასუხები ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, პირველადი შესატანი არის 10% და სამწუხაროდ ეკრანს ვერ ვაზიარებ, თუმცა ციფრებში შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს ესეთი ვარიანტები ბინების, რომ ამ მხოლოდ 10%-ის გადახდის შემთხვევაშიც კი ყოველთვიური გადასახადი შეიძლება იყოს დაახლოებით $700-800-900 ყოველთვიური გადასახადი და სანაცვლოდ ხანდახან ეგეთი თანხები ისე იხარჯებათ ხოლმე ადამიანებს, ვერც კი ხვდებიან. და შეგვიძლია შევთავაზოთ ინტერესებულ პირებს, რომ რაღაც ყოველთვიური გადასახადი $900-800-დან შეუძლიათ რომ შეიძინათ აპარტამენტები ბათუმში ზღვიდან რაღაცა 7-8 წუთში. კი ბატონო და კიდევ დავამატებ, რომ აი მაგალითად თქვენი ესე უხეშად რო ვთქვათ, ყველაზე დიდი კოზირი კლიენტთან ის არის, რომ შეგიძლიათ შეთავაზოთ პირველი, როგორც ანამ უკვე აღნიშნა, მე-12 თვეს თანხის უკან გამოთხოვა, მე პირადად მსგავსი შეთავაზება არსად არ შემხვედრია და ჩემი აზრით ძალიან დიდი პლუსია ეს. და ასევე კიდევ მაგ რაიონს თუ იცნობთ, ახალი ბულვარის რაიონს, გაზიფიცირებული სახლის ეს მსგავსი სართულიანი სახლის ნახვა ცოტა რთულია. გაზიფიცირებას რაც შეეხება ორი ტიპის გაზიფიცირებაზე მიდის ეხლა საუბარი, ან იქნება საერთო გაზი და საერთო გათბობა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახლა უკრაინაში ჩვენს პარტნიორებთან, ან თუ ეგ არ გამოვიდა და იმ ფასში ვერ ჩავეტიეთ, მაშინ იქნება უკვე ინდივიდუალური გათბობა, ანუ ყველა თავისით შეიყვნა. მაგასაც როცა დავადასტურებთ და ზუსტი ინფორმაცია გვექნება, თქვენც გადაწყვეტთ თავისუფლად. Анна, извините, пожалуйста. А какая именно проблема в том, что нельзя показать проект на экране? Не проблема, просто драйвер не работает, что-то и не можем на экране. Проблема нет, проблема у компьютера. Так. Секундочку, мы сейчас покажем, но я думаю, что... Моди обычаем. Манечка, большое спасибо. Ai, Mari, am proiectზე იყო საუბარი. ძალიან კარგი. დიახ. გასაგებია. Ai, am სამ ბლოკზე არის საუბარი. A, B და C ბლოკზე. ბატონო. ინფრასტრუქტურულადაც ეს საბოლოო ვერსიები არ არის, ზუსტად მაგიტო გვაქვს ესე ვთქვათ პრისეილები. ეს საბოლოო ვერსიები არ არის, რაც რა რენდერებიც ახლა თქვენ გაქვთ. საბოლოო ვერსიები როგორც კი გვექნება და როგორც კი უკვე აიტვირთება ოფიციალურად ჩვენს გვერდებზე და ჩვენს საიტებზე, რაღაც ესე ვთქვათ ფინანსურად რაღაცა პირველადი შესატანი შეიძლება შეიცვალოს და კვადრატული ღირებულება, ну როგორც გითხარით, უკვე ისედაც 2 დღეში შეიცვლება. ასე რომ მე გირჩევთ, რომ იჩქაროთ, იმიტომ რომ უფრო საინტერესო იქნება და უფრო მარტივი იქნება შეთავაზება ეს საწყის ეტაპზე კლიენტებისთვის, ვიდრე ცოტა უფრო მოგვიანებით. კიდე რაიმე კითხვა ხო არ გაქვთ? რომელიმეს? არა, მადლობა. კითხვები მაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ საიდან დავიწყო არ ვიცი. ანუ გასაგებია ყველაფერი,
ანუ ეხა რეალურად რომ ვიწყებთ გაყიდვებს, რასაკვირველია, ჩვენ გვჭირდება ყველანაირი გეგმა, რა ფართის ბინებია, რომელი სართულებია, რომელი ხედებია, ის გავიგე რომ A ბლოკს ვიწყებთ თავიდან და გვაქვს პრისეილი, არა, A-საც და B-საც. ხო, გასაგებია. ყველას ერთად ორ ბლოკს ვიწყებთ თავიდან და ეს მონაცემები, თქვათ რენდერ ის შიდა გეგმარება, ან 3D ფოტოები, ან ასე შემდეგ ჩვენთვის იქნება აუცილებელი. ხელმისაწვდომია ყველაფერი, კი ბატონო, თქვენთვის. კი, გააქვთ უკვე თქვენ. ერთხელ გიმეორებთ რა, სულ რაღაც 20 წუთია ჩავერთე, ანუ დღეს შემოვედი ხო და ცოტა ის არის და ეხლა მე უცებ გავარკვევი ამეებში და კითხვები თუ მექნება, შემდეგ ჯამბულს დაუბრუნდები უკან. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ, რეალურად მართლა ნებისმიერ დროს გულისხმობთ, იმიტომ რომ დროშის სხვაობებიდან გამომდინარე, მაგალითად ხშირად ხდება ისე, რომ გვიწევს საუბარი ღამის პირველზეც და ორზეც, ასე რომ თუ კი იმ მომენტში და იმ წამს ვერ გიპასუხეთ, მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში აუცილებლად დაგიბრუნებთ ხოლმე პასუხს. ჩვენი საკონტაქტოები აქვთ უკვე მოწოდებული და შეგიძლიათ რომ გამოვართვათ ეს დეტალურად ეს იქნება ცალკე იქნებათ რაღაცა უფრო მეტი კონკრეტული კითხვის დასმა გავლა და ესე შემდეგ. ჩვენ ღია ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის. კი ბატონო, მადლობა დიდი. ერთ შეკითხვას დავამატებ თუ შეიძლება. დიახ, გესმით. და გვიან შემოგიერთდით მე სავარაუდოდ თქვენ ისაუბრეთ ამაზეც. ამ ფართის მფლობელებისთვის საპარკინგე სივრცე, ანუ უფასოდ ხელმისაწვდომია თუ ცალკე ყიდით პარკინგებს, ეს მაინტერესებს. პარკინგი ცალკე იყიდება. პარკინგი იყიდება ცალკე, $15,000 არის პარკინგის ღირებულება და ასევე იქნება ეს დახურული პარკინგი, ასევე იქნება ღია საპარკინგო სივრცე, რომელიც არ იქნება ბევრი, თუმცა იქნება. ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გულწრფელები ვიყოთ. გვექნება ღია საპარკინგო სივრცეც, რომელიც საკმაოდ ცოტა არის. დასწრებაზე იქნება ესე ვთქვათ, თუმცა დახურული საპარკინგო სივრცე, მიწისქვეშა საპარკინგო სივრცე ძალიან კომფორტული იქნება, რადგან გვიან შემოგვიერთდით კიდევ გავიმეორებ, ასევე მანქანებთან, ანუ მფლობელებს შეეძლებათ, პატარა სივრცე შეიქმნება, სადაც ნივთები, რომლებიც არ სჭირდებათ სახლში და მანქანასთან ან მანქანაში უნდა დარჩეს, შეუძლიათ რომ შეინახონ, აი ისეთ როგორიც არის მაგალითად სკროლი, შეიძლება იყოს ბავშვების ეტლი, ველოსიპედით, სათხილამურე აღჭურვილობა და მსგავსი რაღაცები, რომ ტყუილად ბინაში სივრცე არ დაიჭიროს მსგავსმა რაღაცებმა. ანუ იმ ფართთან, რომელსაც შეისყიდის 15,000 და განთავსებული იქნება ესეთი პატარა ფართი, ხო, სათავსოსავი. კი ბატონო. მუშაობთ ამ ყველაფერზე მიმდინარეობს, პროცესში ვართ და გვინდა რომ ეგ გამოვიდეს და წესით გამოგვივა. აი ხა არქიტექტორები მუშაობენ, იმიტომ რომ პატარა სივრცე კიდე შეიქმნა მაგისი აბსოლუტურად ყველა საპარკინგესთან. და ადგილს რაც შეეხება 200 ადგილიანი იქნება პარკინგი და გარე ღია პარკინგი დაახლოებით 20-25 მანქანისთვის იქნება გათვლილი. გასაგებია. მადლობა. კიდევ რაიმე კითხვები ვისაც გაქვთ, ტექნიკური მხარე იქნება თუ ნებისმიერი, შეგიძლიათ დასვათ. მოკლედ არ მგონია რომ გერდებათ სავარაუდოდ ამოვწურეთ კითხვები და უფრო მეტი დეტალისთვის იმედია რომ დაგვიკავშირდებით არ იქნება არანაირი პრობლემა როგორც გითხარით ნებისმიერ დროს და ვიმედოვნებთ რომ ვითანამშრომლებთ ხშირად და აქტიურად იმიტომ რომ იდეალური პირობები გვაქვს როგორც თქვენთვის ასევე თქვენი კლიენტებისთვის დაგემშვიდობებით მაშინ და ველოდებით თქვენგან უკვე პირად აქტიურობას დაგემშვიდობებით მადლობა ნახვამდის დროებით. დიდი მადლობა ნახვამდის. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის ნახვამდის.